მოგესალმებით, ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი, გადაცემით დიალოგი პირდაპირ ეთერში. მე გახლავართ ამ გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი მაკა რაზმაძე და ჩვენ 1 საათის მანძილზე ვიქნებით ერთად. თქვენ შეგიძლიათ როგორც ყოველთვის გვისმინოთ რადიო ტალღაზე 105 და 0, გვიყუროთ ინტერნეტის მეშვეობით საიტზე obiektivi.net და ასევე ბათუმის 25 არხზე და სხვადასხვა საკაბელო ტელემაუწყებლობითაც ტელეეთერით შეგიძლიათ თვალი გვადევნოთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემა არის რუბრიკა სამშობლო ოჯახიდან იწყება და თქვენ იცით რომ ჩვენ დავიწყეთ ეს რუბრიკა სოსო მანჯავიძის ოჯახი ყავდა მოწვეული ნაძალადების რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ოჯახებს ვაცნობთ საზოგადოებას. თითოეულ მათგანს არაჩვეულებრივი ოჯახი ყავს, რა თქმა უნდა, თქვენ გაიცანით წინა გადაცემაში სოსო მანჯავიძის ოჯახი და დღეს ჩვენთან სტუმრად არიან არაჩვეულებრივი ადამიანები, ულამაზესი ქალბატონები და ერთი ვაჟკაცი ყავს სტუმრად, ბატონი კახა კუკავას ოჯახი, ოჯახის წევრები. მოგესალმებით, ქალბატონი თეა ოქროპირიძე, კახა კუკავას მეუღლეა ქალბატონი თეა. და მისი ქალიშვილი, ქალბატონი ნინო კუკავა, მოგესალმებით ქალბატონო ნინო. გამარჯობა. გამარჯობა. და ბატონი ნიკოლოზ კუკავა, რომელიც ცოტა წამოგვიწვა მაგიდაზე, მაგრამ მაინც ვაჟკაცი არის. გამარჯობათ ბატონი ნიკოლოზ. მიესალმეთ საზოგადოებას ბატონი ნიკოლოზ. არა უშავს შეგვეჩვევა ცოტა ხანში. ჩვენ რასაკვირველია ხვდებით რომ ვისაუბრებთ ბატონი კახას შესახებ, როგორია ის ოჯახში, მისი პოლიტიკური მოღვაწეობა რამდენად მოქმედებს ოჯახზე, როგორ ხართ ჩართულები, ალბათ ჩართულები არიან ბავშვები ეჭვი არ მეპარება, მის თუნდაც საარჩევნო კამპანიაში, მაგრამ საარჩევნო კამპანია დღეს არის და ზოგადად ბატონი კახა კარგახანია პოლიტიკაშია. თქვენთვის როგორია, როგორც მეუღლისთვის, აი ესეთი პოლიტიკოსი, თან ესეთი აქტიური პოლიტიკოსის მეუღლეობა? მართალია ძალიან რთულია, მაგრამ ყველაფერი მიჩვევა არის და შევეჩვიეთ ამას. თავიდან ძალიან გვიჭირდა. სახლში ნაკლებად ვხედავთ კახას, რაც მართალია. ამაგერო ტელევიზიით ხო ხედავთ უფრო ხშირად? კი, ტელევიზიით უფრო ვიგებ მეტ ინფორმაციას, ვიდრე კახასგან. გვიან მოდის, ადრე მიდის და ამიტომ მისგან ინფორმაციას ნაკლებად ვიღებთ. და ბავშვები ადრე უფრო ჩართულები იყვნენ ამ საარჩევნო კამპანიაში, ესე რომ ვთქვათ, ვიდრე ეხლა. ეხლა თითქოს არაფერიც არ ხდება, რაღაც ცოტა ისე შევეჩვიეთ ამ ყველაფერს თუ რისი ბრალი არ ვიცით, მაგრამ რატო, როგორ ფიქრობთ, აი ნაძალადებში არ არის ისეთი საარჩევნო კამპანია, სისხლსავსე თუ რა? არა, კი, მაგრამ აი 1 ოქტომბრის არჩევნები უფრო სხვა ელფერი ქონდა, უფრო დაძაბული სიტუაცია იყო და ეხლა უფრო ყველაფრისგან ეს დაძაბულობა რომ მოიხსნა, უფრო თავისუფლად რაც იქნება, აი ესეთი განწყობა გვაქვს და მაშინ უფრო ისე რადიკალური ისე სიტუაცია იყო და უფრო მნიშვნელოვანი იყო მესმის. თუმცა კი ბატონი კახა ვერ გავიდა და ვერ მოხვდა პარლამენტში, მაგრამ არჩევნები მაგრამ თავი ხალხის არჩევანმა რომ გაიმარჯვა, ყველასთვის ეგ იყო მთავარი. აი როგორი გონიერი მეუღლეები ყავთ პოლიტიკოსებს, აიღეთ მათგან მაგალითი. ქალბატონო ნინო. ბოდიშს ვიხდი, ქალბატონებს არ ეკითხებიან, მაგრამ რამდენი წლის ბრძანდებით? 7 წლის, არაჩვეულებრივი ასაკია. და აი როგორ უყურებთ იმას, რომ მამა თქვენი არის ცნობილი პოლიტიკოსი? ყოველდღე ტელევიზიით არის ფაქტიურად. აი ეხლაც ამ წუთებში, როდესაც ჩვენ ვხედავთ პირდაპირ ეთერში, ბატონი კახაც თუ არ ვწდები, სხვა ტელეკომპანიის ეთერში ზის, ასევე პირდაპირ ეთერში არა? როგორ უყურებთ ამას? მოგწონთ, არ მოგწონთ? პროტესტს უცხადებთ მის პოლიტიკოსობას თუ პირიქით? ეხმარებით? მე არ უყურებ ხოლმე და ეს არ ვიცი. არ უყურებთ? რატო? რა საინტერესოა? სულ თამაშებში ვარ გადართული და იმით. არაჩვეულებრივი საქმე აქვს, ხო, ჯერ სწავლა, მერე სპორტითაა დაკავებული და შემდეგ რაღაცებს თამაში, ხატვა უყვარს ძალიან. რა სპორტის სახეობას მისდევთ? ხატრული ტანვარჯიში. არაჩვეულებრივია. უნდა გამოვწყდე და ბავშვობაში მეც ვიყავი. ხატრული ტანვარჯიშით გატაცებული, მე ჩემპიონიც კი გავხდი. ოღონდ ძალიან პატარაობისას. ძალიან მიყვარს, მიკერძოებული ვარ ამ სპორტის სახეობის მიმართ. იმიტომაც არის ესეთი ლამაზი და არაჩვეულებრივი ქალბატონი.
კახა რას ამბობს ამასთან დაკავშირებით? მოწონს? ეგ არ ვიცი. რატო არ გიკითხავთ არასდროს? არა. კარგით, ბატონო ნიკოლოზ. თქვენი დამოკიდებულება როგორი არის აი მამის ესეთ ცნობილ პოლიტიკოსობასთან დაკავშირებით? ძალიან საინტერესოა. თქვენ მამა ხშირად არ არის ხოლმე სახლში და თქვენ ხართ ერთადერთი ვაჟკაცი, ვინც პატრონობს ქალბატონებს, ასე არ არის? ძალიან საინტერესოა ალბათ თქვენი პასუხი. აბოც ყავს სახლში. არ პატრონობთ ქალბატონებს? დედა, თქვენი და მარტო არიან თქვენს იმედად ოჯახში? მოგვიყევით რამე, აი როგორ იქცევით ხოლმე, როდესაც კახა არ არის სახლში? არ უყვარს ნიკოლოზ საუბარი. როგორც ნამდვილ მამაკაცს სიტყვა ძუნწია და არ უყვარს ბევრი ლაპარაკი. უნდა ვაღიარო ის, რომ აი, ელოდებოდა ირაკლის ეთერს, რატომ ხაც რომ მოდიოდა თითქოს დაუმეგობრდა და ქალბატონებთან ცოტა ძალიან მორცხვავს ნიკოლოზი და ეტყობა თქვენი უფრო ერიდებათ. მე მგონი არაფერი მოსარიდებელი არ არის. არა, მოდი ვისაუბროთ. ნიკოლოზ, ეხლა აი იმ კამერაში ჩვენ ჩანვართ პირდაპირ ეთერში. აი უყურე იმ კამერიდან გვიყურებს ძალიან ბევრი ადამიანი. მართალია სტუდიაში ეხლა მარტო ვართ, მაგრამ შენ იმდენი მეგობარი გადევნებს ეხლა თვალყურს, იმდენი უცხო ადამიანი გხედავს. მათ ძალიან აინტერესებთ როგორი ვაჟკაცი ყავს ბატონ კახა კუკავას. და უნდათ რომ მისი აზრი გაიგონ სხვადასხვა თემებზე. იქნებ გითხრა რამე. მიესალმეთ თუნდაც კლასელებს. ეს როგორ დადის ჯერ. ჯერ საბავშვობაში დადის. ანუ ალბათ 5 წლის არის. უცებ პატარა ყოფილა. ნიკოლოზ. ნიკოშ. არა უშავს, მაშინ გასაგებია მისი პროტესტი. მიღებულია ბატონო ნიკოლოზ თქვენი პროტესტი. მოდი ჩვენ განვაგრძელოთ მაშინ საუბარს და თქვენ როცა სურვილი გექნებათ, დიდი სიამოვნებით მოგისმენთ, კარგი? თუმცა უცნაური არის ხო, კახას არ უჭერს თითქოს ლაპარაკი. პოლიტიკოსის ვაჟი ესეთი სიტყვა ძვირი. გითხარით რა? როგორც ლაპარაკი ამასაც, ოღონდ ეხლა მორცხვობს. ქალბატონო თეა, ძალიან მაინტერესებს, ყოველთვის არის ხოლმე საზოგადოებას უბრალოდ ძალიან აინტერესებს ამდენად ცნობილი პოლიტიკოსების მეუღლეების პოზიცია. აი, როდესაც თუნდაც ბატონი კახა ეხლა ამ წუთას იღებს დებატებში მონაწილეობას. რას განიცდით ამ დროს ოჯახში? აი, როგორ არის? რაღაცა გითქვამთ თუ არა, აი, სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ, რომ კახა ესე არ უნდა გეთქვა. ეს რაღაცა უკეთესი ასე იქნებოდა და თუ იღებს ხოლმე მეუღლეს განრჩევებს. კი, სხვათა შორის ვცდილობ, რომ ყოველთვის ვუყურო ყველა თავის გამოსვლას ტელევიზიაში. და შემდეგ თუ რაიმე არ მომეწონება, ნამდვილად ვეუბნები და ითვალისწინებს ამას. ან ვიყავს ცოტა თუ სიცხარეს გამოიჩენს, ან ვინმე ზედმეტად გააკრიტიკებს, გარემოს სიამოვნებს მეც თვითონ და სულ თხოვრო იყოს ზომიერი ყველაფერში და ალბათ მეტნაკლებად კი გამოსდის, არ არის ისეთი ადამიანი. ყველაზე მეტად რომელი მისი გამოსვლა არ მოგეწონათ, ან გულზე მოგხვდათ, რაღაცა ისე არ იყო, როგორც საჭირო იყო ესე რომ ჩათვალეთ. თუ გახსენდებათ? ამჟამად არ მახსენდება და შეიძლება არ ვიცი იყო, მაგრამ მე არ მიყურებიან, მე არ მახსოვს. რადგან ესე არ დაგამახსოვრდ. ოჯახში როგორია? აი ბატონი კახა კუკავა როგორია ოჯახში? არის ძალიან საინტერესო. ოღონდ სანამ ქალბატონი თეა ამაზე გვიპასუხებდეს ამ ძალიან საინტერესო კითხვაზე, მანიშნებენ რომ ზარია პირდაპირ ეთერში. მოდით ჩვენ სმენელს და მაყურებელს მოусმინოთ და რა ვიცი, იქნებ ბატონ ნიკოლოზსაც აეშალოს მერე საუბრის საღერღელი. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, მოგესალმებით. მოგესალმებით, ისაუბრეთ. შეწყდა თუ არ ვცდები ზარი, არაუშავს დაგვირეკეთ 2-388-105 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი და ასევე ობიექტივი ლათინური ასოებით Skype-ით შეგიძლიათ ჩაგვერთოთ და შემობრძანდეთ ეთერში, დასვათ შეკითხვა, გამოთქვათ თქვენი აზრი ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. მანაძალადევში მაჟორიტარობის კანდიდატის ბატონი კახა კუკავას ოჯახის წევრები ყავს ამ წუთას სტუმრად და აი სწორედ ეხლა ქალბატონ თეას აქვს საშუალება გვიპასუხოს. როგორი არის ბატონი კახა ოჯახში? მე ვიტყოდი რომ ოჯახში არის როგორც დიდი ბავშვი, რომ შემოდის სახლში, იცილებს ამ ყველაფერს, პოლიტიკურს და არის ჩვეულებრივი კახა.
ბავშვებთან ისეთი ბავშვური არის, ყველასთან აი არ შემოქვს ის უარყოფითი აურა, თქვათ, რასაც გარეთ იღებს. და ეგ ძალიან მომწონს. პირიქით თუ აქეთ ავარ, თუ იქით არის დასამშვიდებელი, აქეთ მომშვიდებს და რაღაცა ძალიან თბილი და უშუალო ადამიანია სახლშიც. თავის საქმეებზე არ აქვს ხოლმე ჩვეულად ლაპარაკი. არასოდეს ოჯახში. პირიქით ისიც ეზეთ მეტება რაიმე რომ შევეკითხოთ, იმიტომ იმდენად აქვს მობეზრებული ეტყობა გარეთ ეს ისე არ უნდა რომ სახლშიც ამაზე ვესაუბროთ. მე მგონი უბრალოდ უფრთხილდება საკუთარი ოჯახის წევრებს უარყოფითი ემოციებისგან და ძალიან სწორ შვება. კიდევ ერთი ზარი გვაქვს ამჯერად იმედი არის გამოვა ჩვენი მსმენელი და მაყურებელი. გისმენთ? მოგესალმებით. მოგესალმებით, მაკაშვილო. გამარჯობა. გაიხარე ამ კარგი პროექტისთვის და მივესალმები კახას ოჯახს. სიხარული და სიკეთე მოუშალოთ. ღმერთმა მე კახეთიდან ვრეკავ. ძალიან სასიამოვნოა. მაკა ძალიან სამართლიანი, ძალიან შინაური, ძალიან საყვარელი მე მარტო რადიოთი ვიცი კახა კუკავა. და სოსო მანჯავიდეც ძალიან მიყვარს, ეგეც ძალიან მიყვარს, ბაღაცორია ძალიან მიყვარს და ღმერთო რა ვიცი, აიო, სამივენი ისეთი სამართლიანები არიან. ნეტავი რამე გვეშველებოდეს ამ ახალგაზრდების ხელიდან და სული არჩევანია გეთანხმებით. მიაღვარი ჩვენ საქართველოს. გაიხარეთ და გამრავლით, უკავას ოჯახს სიკეთეს, სიხარული და მაგის გამზრდელ სიცოცხლე დიდხანს და სიხარული. ძალიან დიდი მადლობა. აი როგორი თბილი ზარია, როგორი თბილი გამოხმაურება არის. თუმცა საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანებსაც აქვთ საშუალება რომ დაარეკონ, დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში. უთხარით ბატონი კახას ოჯახის წევრებს, რა არ მოგწონთ მისი და რა იქნებოდა უკეთესი რომ გამოესწორებინა. ჩვენთან არც ერთი ზარი არ იფილტრება და შეგიძლიათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში 2388 105. ნიკოლოს, ხომ არ დაგვიბრუნდი? ხომ არ მოგინდა რაიმე რომ გვითხრა? მიმართო საზოგადოებას შენი აზრი გაუზიარო მათ მამას შესახებ. როგორი მამაა კახა? არ გეტყვი? მაშინ ნიკომ გითხრას. როგორი მამა არის კახა? მე რომ მოდის ხოლმე სახლში და მე რა ხდება? სახში რომ მოვა და პირველმა ჩვენთან და ხანგუბლოშნის ხან არა. რას თამაშობთ ხოლმე უმეტესად? გოგონები და ცხოველებს. რას? გოგონები და ცხოველებს, ასე დავარქვით. ეს რა თამაშია, რა საინტერესოა? ჩვენც მოვიგონეთ. თავში სპექტაკლებს დგამენ, ხო? და იგონებენ რაღაცას. კომპიუტერში ერთად თამაშობთ? კომპიუტერში არა ისე. ისე თოჯინებით, ცხოველებით. თოჯინებით ყავთ? გოგონები და ცხვრები. და რა ხდება? ცხოველები, სხვადასხვა ცხოველები. ნიკა, რა ხდება? რა ცხოველები სირჩევ შენ პირადად, რა საინტერესოა? ცხოველს რომელი ცხოველი გირჩევნია? რომელი და ავაზა. ავაზა? რა საინტერესოა? ავაზა ერევა სხვებს თუ დაჩაგრულია ცოტა? თუ მორევაზე არ არის თამაში. მე არ ვიცი ეს თამაში და იქნებ მასწავლო. როგორ? არ ვიცი, ნინო მოკროვით. ნინიკო მიცის, ხო უკეთესად. აბა შენს რო თამაშობ, ავაზას ვირჩევო. არ ვიცი ამისთან. კახა იგებს თუ აგებს მეთხარი. ამას ათამაშობ კახა. აბა ერთად თამაშობ. არ გამორთო მიკროფონი. აი ტექნიკისკენ აქვს ბორს მიდრეკილება. არ გამორთო მიკროფონი, თორე ჩვენ ხმას ვერავინ გაიგონებს. ნიკუშა. აი მაგიტომ ანთია მანდ რომ ყველამ გაიგონოს ხმა. მოგწონს აპარატურა? მე მგონი მოსწონს. დაინტერესდა ჩვენი მიკროფონით. არ გინდა ადგილები გავცვალოთ. შენ წამყვანი იყავი და მე სტუმარი და კითხვები დამისვი. არ გაინტერესებს? ძალიან საინტერესო ადამიანია ნიკოლოზი. მართალია ძალიან გაგვა პროტესტა, მაგრამ არა უშავს სამაგეროთ როგორი სიმპათიურია. კიდევ ერთი ზარია ჩვენთან პირდაპირ ეთერში, მოусმინოთ ჩვენს სმენას და მაყურებას. აბა ნიკოლოზეც გითხარით თქვენი აზრი, ნახეთ, აი, ან შეეკითხეთ რამე იქნებ თქვენ მაინც გააგცეთ პასუხი. მოგესალმებით. ძალიან სასიამოვნო სტუმრები გყავთ პირადად ჩემთვის. დიდი მადლობა. დიდ პატივს ვცემ კახა კუკავას. როგორც
ტვიანს მოგნილი ტვინის დიახ. განათლებულს და ძალიან ეროვნულ და კარგ ახალგაზრდა პოლიტიკოს. მივესალმები მის ოჯახს და მათ კი არა მე მიამაყება კახა კუკავა. რომ არ ყოფილიყო ესეთი ფორს-მაჟორული არჩევნები 1 ოქტომბერს. არაფრით არ შეიძლებოდა რომ კახა კუკავა დარჩენილიყო პარლამენტს გარეთ. მე არ ვაკნინებ სხვა პრეტენდენტებს. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოთ, მაგრამ კახა კუკავა აუცილებლად უნდა იყოს ჩვენ პარლამენტში. გვჭირდება მისი ცინცხალი გონება. გაიხარეთ და გამრავლდით. იცოცხლეთ, გესალმებით, გეფერებით, მიყვარხართ ისევე როგორც კახა მიყვართ ნამდვილად, გულით. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ესეთი თბილისის სიტყვებისთვის. ჩვენ ქალბატონთე ასევე სარგებლობთ სოციალური ქსელებითაც, Facebook-ით კონკრეტულად და აი ხლა ამ წუთას პირდაპირ ეთერის ფანჯარადევს Facebook-ზე და მე წინა გადაცემაში ვთქვი რომ დღეს ძალიან საყვარელი სტუმრები გვეყოლება მეთქი სოსო მანჯავიძის ოჯახთან დაკავშირებით და აი ხა ბატონმა გიორგი ალანიამ წამკბინა. სიტყვა საყვარელი არ გამოტოვოთო. ეს ჩემი ბრალი არ არის, მიკერძოებული ხართო. მე უნდა გამოგიტყვე, ცოტა მიკერძოებული რა თქმა უნდა ვარ, რადგან სოსო მანჯავიძე არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი და მეტი ემოცია მაკავშირებს მის ოჯახთან, ვიდრე სხვა კანდიდატების ოჯახთან. მაგრამ ბატონო გიორგი, არ გეკადრებათ, რა საკვირველია? საყვარელი კი არა, უსაყვარლესი ადამიანები გვყავს დღეს სტუმრად. შეხედეთ, როგორი ლამაზი, სიმპათიური ქალბატონი და როგორი ბავშვები გვყავს. ასე რომ რა საკვირველია, საყვარელი თითოეული კანდიდატის ოჯახს შეეფერება. მართალია, ბატონი ჟეკოლოზი გადაჯდა საერთოდ სხვა სკამზე და სხვა განზომილებაში, მაგრამ არა უშავს. Skype-ით გვაქვს კიდევ ჩართვა, მოდით მოусმინოთ კიდევ ერთ მსმენელს და მაყურებელს. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით. დებატები არ იქნება ახაც სოსო მანჯავიძის შორის, თუ მარტო ოჯახები ყავს, რა? არა, ამ პროექტის ფარგლებში ეს არის სამშობლო ოჯახიდან იწყება. ამდენად მხოლოდ ოჯახის წევრებს ვიწვევთ, რომ საზოგადოებამ გაიცნოს, როგორი ოჯახი ყავთ ჩვენ მაჟორიტარობის კანდიდატებს. თორსად გუშინდელ დღეს და ეს არის თქვენ და კახა კუკავას ოჯახის და დაწნდებოდეთ. დავალხარებოთ და დავარკარეთ ასე. მე მეგონა უბრალოდ თვითონ მაჟორიტარებთან შევეძლებოდა თქვით. არა, დებატები სხვა ფორმატში რასაკვირველია არის და შეძლებს დაგვარად როგორც მოგბრძანდებიან ხოლმე. შეეწერა რომ კახა კუკავა არისო, თვითონ იქ არ ეწერა ოჯახი და კახა. არა, კახა კუკავა არ ეწერა ნამდვილად. ოჯახის წევრები, გადაამოწმეთ და ნახავთ რომ ოჯახის წევრები წერია. კარგით. დიდი მადლობა ნებისმიერ შემთხვევაში ზარისთვის. მე მესმის რომ საზოგადოებას უფრო სეირის ყურება აინტერესებს, დებატები, შერკინება და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან საინტერესო არის ასევე როგორი ოჯახები ყავთ ჩვენი დეპუტატობის კანდიდატებს, რადგან დიდი ოთარ ჭილაძის ციტატა არის და ჩვენ სწორედ ეს გამოვიყენეთ ამ პროექტის ფარგლებში, რომ სამშობლო ნამდვილად ოჯახიდან იწყება. და ესეთი არაჩვეულებრივი ოჯახი ყავს ბატონ კახა კუკავას ამ შემთხვევაში. ქალბატონო თეა, არ ვიცი, ძალიან სიტყვა ძვირები ხართ ყველანი პოლიტიკოსის ოჯახის ფონზე. ამდენად რაღაცა მე ამდენს არ ვლაპარაკობ ხოლმე საერთოდ არანაირად გადაცემებში და ეხლა მიწევს. ნიკოლოზ, გითხარი რა. კახაზე მოგვიყევი. როგორი მამა არის კახა, რამე გაწყენინა როდესმე? ნინიკო კახაზე მოგვიყევი, როგორი მამა არის. აი რაიმე ეპიზოდი გაიხსენე, რაღაცა თამაშის გარდა. სადმე თუ დაყავხართ ხოლმე სასეირნოდ, აი ძალიან საინტერესოა. იცლის ამისთვის? ყოველდღე მაინც ვერა, ძალიან იშვიათად. იშვიათად. უფრო სად გიყვართ ხოლმე სეირნობა? მე ყველაზე მეტად მიყვარს ბომბარა პარკში და ეშმაკის ბორბალი რომ ციცინათელაში. ანუ სიმაღლე მოგწონს, ხო? კი. ძალიან საინტერესოა. სკოლაში იციან რომ პოლიტიკოსი კახა კუკავას ქალიშვილი ხარ? კი. და რას ამბობენ? არაფერს. კლასელები არ ამბობენ, აი კახა კუკავას ქალიშვილია? არა. არა.
ძალიან კარგი ტენდენცია. ნიკოლოს, მე მინდა გთხოვო. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ტექნიკით შენი დაინტერესება, რადგან მე ძალიან მიყვარს აპარატურა, მაგრამ მიკროფონი არ გავაფუჭოთ, ხო? მიკროფონში გველაპარაკე. ნახე რა საინტერესოა? აბა გითხარ. აი მე როდესაც ჩანაწერი დაიდება, გული დაგწყდება, რომ არც ერთი სიტყვა არ თქვი. აი ბავშვები ალაპარაკეთო. მომწერეს ბატონმა არჯი არჯივანიძემ მომწერა Facebook-ზე, ალაპარაკეთ ბავშვებიო. გონიათ რომ მე არ გალაპარაკებ. უთხარი ბატონ არჯეს რამე. მე თვითონ არ ლაპარაკობ თქო, გაეცი პასუხი. თორე მე მსაყვედურობენ, ცოდო არ ვარ? ლექსი ქვი რაიმე და იტყვი ნიკა. ასეთი არის საერთოდ? არა, არ არის ესეთი. უბრალოდ ხო გითხარით, ქალბატონებთან იმორცხებს ძალიან და აი მამაკაცი წავყვანჯო ყოფილიყო, შეიძლება ბევრი ელაპარაკა უფრო. საიდან მოვიყონო მამაკაცი წამყვანი? ნიკოლოზ, გაგვეცი ხმა. ზარია, კიდევ ერთი ზარი გვაქვს პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით და გისმენთ. ბატონო მაკა. მოგესალმებით. მოგესალმებით. საყვარელ კახას ოჯახს. არჩეულებრივი ქალბატონია თავისი შვილებით. კახა ნამდვილად კარგი პატრიოტი, ქართველი კაცია, ყველა ძალიან გვიყვარს და აი ორი ადამიანი რო გადიოდეს ამ შემთხვევაში მე ბატონ სოსოსთან ერთად აუცილებლად ხარ დაუჭერდი მას, მაგრამ მომიტევეთ ბატონ სოსო მანჯავიძეს მეტი ის გვაქვს ჩვენ სიმპათიები, დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, ეს თქვენი ნება არის, რასაკვირველია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სხვათა შორის აი რაღაცა ძალიან ხალხს უყვარს ეს კანდიდატები, რომლებიც ახლა სამწუხაროდ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და თითოეულ მათგანის მიმართ ერთი და იგივე საზოგადოების ერთი და იგივე წევრები არიან, აი ძალიან ახტაცებით განწყობილები და რაღაც სამწუხარო მოხდა, რომ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მსგავსი ადამიანები. რას ამბობს კახა ამასთან დაკავშირებით? ხო გითხარით, კახა არაფერს არ არაფერს არ ამბობს. გასაგებია. ზარია, კიდევ ერთი ზარი მივიღოთ, მოდით და შემდეგ უკვე გადავიდეთ სხვა ოჯახის წევრებზეც მოუყვეთ რაღაცები. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, მოგესალმებით. მშვიდობისა. გამარჯობა. მივისალმებ ბატონ კუკავას მშვენიერ ოჯახს, თვითონ არაჩვეულებრივ ადამიანს, ობიექტურ სამართლიანს, პატიოსანს, განათლებულს, ნამდვილ ქართველს. ძალიან გვიყვარს ბატონი კახა და ძალიან ვიპატივებ ბატონ სოსოსაც და რა უნდა ქნას ხალხმა ამ ორ ადამიანში რომელი უნდა მოირჩიოს ერთმანეთზე უკეთესები არიან. სამწუხაროდ ერთი უნდა იყოს და ბატონ კახას უკაცრავად ჩემი ხმა. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ნაწილობრივ ვეთანხმები ქალბატონს. ბატონო ნიკოლოს, ნუ მოაზრობ თუ შეიძლება თავს ჩვენს მიკროფონს. გაფუჭდა? ნიკა აი, ძალიან კარგია. იყოს ამ დონეზე და მოდი გვესაუბრეთ. ბატონო ნიკოლოს, მე მინდა შეგეკითხოთ, თქვენი ოჯახი მხოლოდ აი ამ 4 წევრისგან შედგება? სხვა არავინ არის თქვენთან ოჯახში? ვინ არის კიდე ოჯახში? ძალიან საინტერესოა. ბებია, ბაბუა ყავთ? ნიკა. ქალბატონო ნიკო, გვიშველეთ გვიპასუხეთ. ბებია, ბაბუა, მამი და ეს კახას მხრიდან თუ ერთად ცხოვრობთ ჩვენ. ძალიან საინტერესო. ანუ რამდენი წევრი ბრძანდებით ოჯახში? 7 წევრისგან შევდგებით ამჟამად. და ანუ ჩამოგეთვალეთ ვინდავინ? ესე იგი ჩვენი ოჯახი, მე და კახას, მე, კახა და ორი ბავშვი და კახას მშობლები, დედა, მამა და და. ძალიან საინტერესოა. ანუ ხალხმრავალი ოჯახი ყოფილა. კი, ხელს გვიწყობენ ისინი, კახას უდაკავებულია, სულ გასულია და ოჯახურ პრობლემებს აგვარებენ ისინი ძირითადად. და ამიტომ კახას აშორებული აქვს, დარიდებული ეს მხარე, ოჯახური საქმეები თუ მოვალეობები და ისინი. როგორები არიან ბატონი კახას მშობლები? აი, ჩვენ გვინდოდა ისინიც მობრძანებულიყვნენ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებს ხოლმე ოჯახის წევრები განსაკუთრებით.
გვიან მოვიდნენ დღეს სამსახურიდან და ამიტომ უკვე ვეღარ ახერხებდა. ამიტომ თქვენ მოვიყევით მათ შესახებ. მოდი ზარი მივიღოთ და შემდეგ აი მით უმეტეს რძლის გადასახედიდან ძალიან საინტერესო იქნება მათი დახასიათება. მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა. მე ბატონ კახათი ვარ ახთოვანებული. მას აქ იმდენი თვისებები, რაც ბევრს არ ახასიათებს პარტიის წევრებს. აი მაგალითად, არის შეუპოვარი. არ არის ლიქვნელი. არ გადადის ერთი პარტიიდან მეორეში. თავისი აზრები აქვს ჩამოყალიბებული, ძალიან კომპეტენტურია, მიყვარს ჭკვიანი ხალხი, ვის არ უყვარს, მაგრამ მე თაყვანს ვცემ ძალიან, რომ მაგი არის კარგი სპეციალისტი. პირველ რიგში ჩვენ გვინდა კაი კაცი, ძალიან მიყვარს ეს სხვა არის, მაგრამ ჩვენ გვინდა სპეციალისტები. ის არის იურისტი, გამართული იურისტი. და აი ცოტა ისეთი უხეში გამოთქვა, მიმწოლი კაცი. არასოდეს არ ეშინია, გამოდის თავის სიტყვას ამბობს, ისე რიხიანად, კარგი ბიჭია, კარგი გულანთებული ბიჭია. ეგეთი ხალხი გვინდა ზუსტად პარლამენტში. რატო ირჩევენ ისეთ ხალხს, რომელიც არც კომპეტენტურია, არც უყვარს თავის სამშობლო, არის მარტო ის თავისი პირადული ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვიცი. კახა კუკავა არის, როგორც რუსები თქვენ, დასტოინი. კარგით, ისევ რუსეთს ნუ დაუკავშირებთ კახაკუკავას. ძალიან დიდი მადლობა და ქალბატონ თეა, აი რუსეთიც ახსენეს. მე მინდა თქვენ შეგეკითხოთ ამასთან დაკავშირებით, ერთი-ორი შეკითხვა მაქვს, მაგრამ ჯერ მოდით ბატონი კახას თქვენი დედამთილი და მამამთილი დავახასიათოთ. რა გითხრათ აბა, რადგანაც ერთად ცხოვრობთ, თბილი ხალხია, გამგებიანი, ვუგებთ ერთმანეთს და ამიტომაც ვცხოვრობთ და ერთმანეთს ხელს ვუწყობთ ბევრ რამეში. კახას როგორი ურთიერთობა აქვს ჩვეულებთან? ძალიან კარგი. არა, კარგი თავისთავად ამას არ გულისხმობ. მაგრამ აი ხო გითხარით, პოლიტიკურ თემებზე არც მათთან არ უყვარს საუბარი. საერთოდ არ უყვარს ოჯახში არავისთან საუბარი, არ შემოაქვს ეს თემა სახლში საერთოდ და ამიტომ სახლში არ საუბრობთ. ანუ განსაკუთრებული აი დაუშვათ რაღაცა მესაიდუმლოება არ აქვს არავისთან. ან დაასთან, ან დედასთან. იციან ხოლმე ოჯახის წევრებმა რაღაცა საიდუმლოებები ერთმანეთში. არა, კახმა არ იცის. არა, უბრალოდ გახსნილია ესეთი. კი, როგორიც არის ეგეთი ადამიანი ნამდვილად. ძალიან საინტერესო. მე მინდა რუსეთთან დაკავშირებით დაგისვათ შეკითხვა. მე მესმის რომ თქვენ პოლიტიკაზე არ საუბრობთ ოჯახში, ეს უკვე გასაგებია, მაგრამ თქვენ უყურებთ ტელევიზორს, თქვენ გესმით კახას შესახებ, თქვენ მე სწორად გამიგეთ, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსის ცოლი არის ძალიან ცნობადი სახე და ყველა მიცის, რომ ეს არის მისი მეუღლე, მაგრამ თქვენ იმდენად ხალხი ვერ გცნობთ ქუჩაში და ბევრმა არც კი იცის, რომ კახა კუკავას მეუღლე ხართ. აი, ხომ არ გსმენიათ რაიმე? აი, თქვენი ყოფილხართ და ბატონ კახაზე ულაპარაკიათ და არც ცოდნიათ, რომ თქვენ ხართ მისი მეუღლე და თქვენ წინაშე უხერხულია რამის თქმა. ან პირიქით კარგი უთქვამთ. აი, ესეთი შემთხვევები თუ გქონიათ? მართლა გითხრათ, აი კარგი კი გამიგია, მაგრამ გავჩუმებულ ვარ მაინც არაფერი არ მithქვამს და ისედაც ცუდი და ისა მართლა გითხრათ, არ ყოფილი არ ცუდში რას გულისხმობ? მე გეტყვით. ნუ კრიტიკა რო ყოფილიყო თუ გინდა აი ეს იმართლესთან დაკავშირებით, მაგრამ არ განსაკუთრებით არის აი ძალიან ესეთი ბევრი ბრალდებები ისმის ხოლმე ბატონ კახასთან დაკავშირებით. ბევრ საკითხზე არა, რასაკვირველია. ერთადერთი საკითხი, რომელიც მე პირადად გამიგია, არის ეს რუსეთის კაცია. იტყვიან ხოლმე და ძალიან მიკვირს ამას რო ამბობენ, იმიტომ რომ კახას უნდა რომ მართლა ქართულ ხალხს დაეხმაროს და აი რო დადის ხო რო აიყოთ ლოგიკურად რომ იყოთ აი მის მსვლელობას ხო რუსეთში თვითონ არანაირი პირიქით იბრძვის ხალხისთვის ძალიან ისეთი ადამიანი მართლა გული შეტკივა თქვენს კარგად მოგეხსენებათ რა მდგომარეობა საქართველოში და იქნებ რაღაც გავაკეთო ამ ჩემი ნაბიჯით ის არ უფრთხილდებოდა მის სახელს რომ მიაკერებდნენ აი ამ იარლი იყეს მაგრამ მოვადრო და ყველაფერი დაალაგდება და გამოჩნდება სიმართლე ხო არსად არ დაიკარგება და არ ვიცი თქვენ პირადად როგორც არა ბატონი კახას მეუღლეს უბრალოდ როგორც მოქალაქეს
ნამდვილად გჯერათ, რომ აი რუსეთთან ესეთი ურთიერთობით იქ წასვლით, დაუშვათ რაღაცა კონტაქტების გამოძებნით შესაძლებელი არის, რომ აი რუსეთის აგრესიას ცოტათი მაინც უკან დაახევინო. ამას მართლა გულწრფელად გეკითხებით, აი როგორც ქალბატონს და საქართველოს მოქალაქეს. არ ვიცი მარტო კახას მიმოსვლა თუ რამე შედეგს გამოიღებს ამ კუთხით. კახას პოლიტიკური მსვლელობა უფრო ქონდა ეკონომიკური, უფრო სხვა მხრივ ქონდა და არა ეს ეტყობა უფრო იმათი საკითხია და იმათი მოსაგვარებელი, ვინც ხელისუფლებაში და ალბათ კახას თუ გაუმართლა ეხლა და მოვა ალბათ მე უფრო ზუსტად გააქცევთ თუ შეიძლება რაიმეს გაკეთება ამ კუთხით რა გითხრათ კარგით დიდი ბოდიში მე არ ვისარგებლებ ბოროტად და აღარ ამ თემებზე ჩემთვის ლაპარაკი მესმის მე მივხვდი რომ რთულია და ნამდვილად აღარ ჩაგაგდებთ უხერხო მდგომარეობაში ჩვენ ვისაუბროთ დაუბრუნდეთ ისევ ოჯახს და უпроსტოდ ჯერ ზარი მივიღოთ კიდევ ერთი ზარი ამჯერად რას გვეტყვის ჩვენი მსმენელი და მაყურებელი და შემდეგ ისევ ოჯახის წევრებზე განვაგრძოთ საუბარი მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით, მაკა. გამარჯობა. და მოგესალმებით კახას ოჯახს. და თქმა უნდა, კახა არ პრორუსული. კახა გამომდინარე იმ რეალობიდან რა უფრო კარგი იქნება თავის ხალხისთვის იმას თავაზობ ეს რასაც მიაკრედა სპეციალურად იმასაც რომ მისი რეიტინგი დავარსეთ ყვილი. სააკაშვილი უფრო რუსული პოლიტიკას ატარებს თან როგორ რუსულს რომ აი ოკუპანტია თვითონ ჩვენ ქვეყანაში პრეზიდენტად წოდებული ოკუპანტი ყავს ხო და მაგრამ მე სხვა რაღაცა და ასევე მისამნებისა სოციალ-დემოკრატიის და პატრიოტთა ალიანსი და რამე თქვა მე ჩემთვის ძალიან დასანანია ის რომ ეს ორი კანდიდატი ერთად იყვნენ ერთმანეთს კენს. მაგრამ ჭით რა არის? აგრე ბატონმა ივანიშვილმა თქვა ასეთი რაღაცა რომ ჩვენ ისე გავაკეთებთ რომ ამ უჩეროს ექნება უფლება გამოითხოვოს თავისი კანდიდატი მაჟორიტარი გამოითხოვოს პარლამენტიდან. აი ძალიან კარგი იქნებოდა ვინც ახლა იქ რომ შევიდა და უკვე რომ ამებად იქცა რა საერთოდ ეს დანაპირებები რომელიც ლაპარაკობდა და უკვე აღარ ახსოვს აი გამოიყვანოს და როგორც კახა ასე სოსო მოხდნენ იმიტომ რომ მარტო კახა იქ ფაქტურად ძალიან ცოდვაა მაგრამ იმიტომ რომ ესენი ძალიან სიამთქვილობაში არიან და გუშინთინაც აი კორზაიას იმაზე დავწერა და ის შეტაკებად მომიწია რა ფაქტურად როცა ხედავ რაღაც ღაყრები და ვიცი რომ ამას არ აასრულებენ და ჩვენ ძალიან ჯერა კახასით და სოსოსით და მე ვარქნათ რომ ჩვენც რაღაცა აი გული აგვიწროს ჩვენ ვიცით სხვა რეალური პოლიტიკას არსებობს მაგრამ ვიცი შედიოდა და ვიცი წერდებოდა რატო არ ასრულებენ ამას იმიტომ არ ასრულებენ რომ ქვევიდან ხალხი მათ არ აწუხებს მივიდნენ იმას სახლებში და აუჭედონ კაფეები როგორ თქვი კაცი არა ხარ და თუ ვერ გავიგებ თუ ხარ ქართველი და თუ პირდები რომ ამაში გავაკეთებ და რა დროს კონტრაქტებზე იყო ლაპარაკი და კიდე სხვა და სხვა მადლობთ მაგათ ცოტა გაღიზიანებული ვარ და მივესალმები კახას ოჯახს და ასევე სოსოს ოჯახს ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის მე მესმის აბსოლუტურად თქვენი გულის ტკივილი ეს გასაგები არის ნამდვილად სხვა შორის ხდება ხოლმე ჩვენთან ხშირად რომ აი საზოგადოება ვისაც გულშემატკივრობს და ვის მიმართაც სიმპათიით არის სწორედ ის ადამიანები ხშირად რჩებიან ხოლმე სრულიად თამაშგარეთ და ამჯერად მოდით მე პირდაპირ ვეტყვი კახა კუკავა არ არის გამონაკლისი ამჯერად სწორედ ასე მოხდა რატომღაც ოღონდ არ ვიცი ხო მე ვერ ავხსნი ამას რასაც რომც ვიცოდე მაინც არ ავხსნი მაგრამ ხშირია ხოლმე ესეთი შემთხვევები აი მაგრამ კახა კუკავას ბევრი გამარჯვებაც ქონია როგორ ხვდებით ხოლმე მის გამარჯვებებს მის დამარცხებებს აი რა ხდება ხოლმე ამ დროს ოჯახში? რა ვიცი, გვიხარია თუ გაიმარჯვებს რა თქმა უნდა, გაგვიხარდება. რამდენად ძალიან უბრალო და მარტივი პასუხი. კი, აბა როგორ უნდა შეხვდეს ხანაირად. აქ დიდი ამბავია. ეს რა სათამაშო აქვს ნიკოლოს? რაღაც უჭირავს ხელში, ჟირაფი ხო თუ არ ცდები?
ჩვენი მიკროფონი აღარ არსებობს ბუნებაში. მე მგონი, რა არის ეს ვეფხვია? ავაზა. მისი საყვარელი ავაზა. ნიკოლოზ, რატომ მოგწონს ავაზა განსაკუთრებით? რამე საინტერესოა მასში? მოკლედ სრული პროტესტი მივიღეთ პატარა კუკავასგან. ძალიან უყვარს ცხოველები. ყველა სახის ოჯახები, ცხოველებზე ყველაფერი იცის და იქნებ ამ კუთხით ჩავთოთ ეს საუბარში, ნიკოლოზ. მოდით კიდევ ერთი ზარი მივიღოთ, იქნებ ზარმა მაინც გვიშველოს, რადგან ბავშვები არ საუბრობენ. მოგესალმებით და გისმენთ, გვიშველეთ, გითხეთ რა. გამარჯობა. უკაცრავად ძალიან დიდი ბოდიში მოვიხდი, მაგრამ მაინტერესებს კაკა და მის მეუღლეზე კახეთიდან ხომ არ არის? კახეთიდან ხომ არ ბრძანდება ქალბატონი? არა, აჭარელი ვარ. წარმოიდგინე, მე მეკონა ესეთი რომ კახეთიდან იყო წარმოშობილი და მაინტერესება. ძალიან დიდი ბოდიში ვიყავ, ძალიან კარგი მეუღლე და მესმა გაუმართლა ცხოვრებაში. მადლობთ. ძალიან დიდი მადლობა. აჭარა, ანუ აჭარაში ცხოვრობდით თუ წარმოშობით აჭარა? არა, აჭარაში ცხოვრობდი. მოგვიყევით ამის შესახებ, ეს ძალიან საინტერესოა. ბათუმში კონკრეტულად? არა, ქობულეთელი ვარ წარმოშობით, ბათუმში ვსწავლობდი და ბათუმში გავიცანი კახა. როგორ გაიცანით ერთმანეთი? ეს ყველაზე საინტერესო კითხვაა და ბოლოსთვის ვიტოვებდი და მე მგონი რაღაცა კი მივდივართ ბოლოსკენ უკვე. საერთო მეგობრის ნიშნობაზე გავიცანი, შემთხვევით გვერდ მოხვდით სუფრასთან და შემდეგ დავმეგობრდით, შემდეგ სიმპათიებით წამოვიდა და ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე, აი, როდესაც ცნობილი ოჯახების წევრებს ხვდები, მეორე შეხვედრა. ყველაზე საინტერესო არის ხოლმე ყოველთვის მეორე შეხვედრა, აი, როგორ შედგა. პირველი გასაგებია, რომ გაიცანით ერთმანეთი და მეორედ, აი, როგორ გადაწყვეტეთ, რომ კიდევ უნდა შეხვედროდით ერთმანეთს. კახა მიაქტიურა ძალიან. რასაკვირველი ეჭვია მეპარება. მესიჯებით ძალიან სადღაც უნდა და აი გონიოს დათვალიერება უნდა და მაგრამ უშენოდ არ მინდა რომ წავიდე, შენ უფრო კარგად გეცოდინება, წამოვყევი, მაჩვენე, დამათვალიერები, გიდობა გამიწიე. ხო და შემდეგ ესე დავახლოვდით. გაგიტყუათ მოკლედ. კი. გასაგებია. კიდევ ერთი ზარია, მოდით მოусმინოთ ჩვენ მსმენელს და მაყურებელს, ამჯერად რას გვეტყვიან, რას შეგვეკითხებიან, გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობა ქალბატონო მაგა. მოგესალმებით. მე მაქვს ერთი შეკითხვა თქვენთან, არ ვიცით ახლა როგორც ჩანს, ოჯახი მაინც და მაინც ვერაფერს ვერ იღებს დიდ მნიშვნელობას კუკავას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც წინ არჩევნების დროს უკვე პრაქტიკულად ნათელი იყო და ცხადი იყო თუ როგორ დამთავრდებოდა ეს არჩევნები, მე მგონია პოლიტიკოს ფასი იმაში ეძლევა, რომ პოლიტიკური პროგნოზი გააკეთოს სწორედ და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ თავისი ამომრჩეველი არ დატოვოს უშრალზე. პრაქტიკულად და წყალში არ გადააყრევინოს სისხლები და მის მოწინააღმდეგეს არ ჩაუთვალოს ჯიბეში წაგებიდან გამომდინარე. აი რასაც გააკეთა ანალოგიური სიტუაცია ჯონდი ბაღათურია, აი კაცური მიდგომა იმასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ის იყენებდა თქვენს ერთ-ერთ თავისი საარჩევნო კამპანიისთვის და მიხვდა რომ წააგო და აქედან გამომდინარე მან კაცურად რადგან მოხსნა და თავის საარჩევნო კამპანიიდან რომელიც მიმდინარეობს ამ თვეში ახალი მაჟორიტარის ამორჩევასთან დაკავშირებით და მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე ცნობილი პარლამენტარია, მას უკვე წონა გააშენდა ფიგურა, მე მგონი ანალოგიური სიტუაცია უნდა გაეკეთებინა კუკავასაც და ბაღათურიასთან ერთად ამოდგომოდა მხარში თქვენს წარმომადგენელს უბანში ბატონ სოსოს ისიდან გამომდინარე, რომ შეეყვანათ ახალი პატრიოტულად მოაზროვნე პიროვნება პარლამენტში. აი ეს იქნებოდა ძალიან კარგი და არც ახლა არის გვიან თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღეს, იმიტომ რომ წინააღმდეგ შეფრვაში მას მაინც წაგებული აქვს ახლა ორი შეცდომის დაშვება ზედიზედ პოლიტიკოსისგან ეს უკვე რატო აქვს წაგებული წინასწარ ჩვენ რა ვიცით ვის რა აქვს მოგებული და წაგებული აქვს იმიტომ რომ უკავა იქ ვერ გავიდეს ერთი ვარიანტი აქვს რომ ბატონ სოსო გაიყვანოს ეს ორი პარლამენტარი ყოფილი უნდა ამოუდგეს ბატონ სოსოს იქიდან გამომდინარე რომ მე მესმის ფერასაც იგი ხა ნუ შეერჩილებიან იმიტომ რომ ბაღათურიამ ხო გააკეთა ეს არა უკავას რა უშვის ხე
ანალოგიური შეცდომა უნდა დავუშვათ, ეხლა კიდე მეორე. ჯერთან მე პოლიტიკოს სოფაზე ილაპარაკოთ, ის თავის რეიტინგს იფუჭებს არა? ძალიან დიდი მადლობა. ეს თქვენ შეგიძლიათ სწორედ აი ამ მოსაზრებით დარეკოთ, როდესაც ბატონი კახა თვითონ იქნება ჩვენთან პირდაპირ ეთერში, მის ოჯახს ეს არანაირად არ ეხება, ეს ზარი. თქვენი მოსაზრება გასაგებია და რა ვიცი, მიღებულია. ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს არავითარი უფლება დაინგრა ნახევრად სტუდია, მაგრამ არ ვიმჩნევთ. ისეთი ამბავი ხდება მოკლედ აქ. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს არავითარი უფლება, მე მით უმეტეს, რადგან მე მომმართეთ, რომ ნებისმიერ პოლიტიკოს, ვინც არ უნდა იყოს ის, მიუთითო თავის კანდიდატურა მოხსნას თუ დააყენოს ვინმე სასარგებლოდ. ასე რომ, რა ვიცი, იმედია მოგისმენთ და თქვენ ალბათ ბატონი კახა კუკავა და თვითონ გადაწყვეტს როგორც უკეთესი იქნება. რა ხდება აქ? წაიღეს ჩვენი მიკროფონი გასაკეთებლად, ბატონმა ნიკოლოზმა დაგვილეცა ნახევრად სტუდია, მაგრამ არა უშავს, ავაზესაც წავიდა ამასობაში. შეიძლება მე რო დავიჯინო აქ, შეიძლება უფრო დაწყნარდეს. ბატონო, მე რო დავიჯინო ჩემთან რომ მოვიდეს. კი, რასაკვირველია. ხო, შეიძლება უფრო დამშვიდდეს. კი, რა ვიცი, თუ უნდა ბატონი ნიკოლოზ გადავიდეს დედასთან, დაბრძანდეს. თორე და არც ეს არის პრობლემა, არა უშავს. ბავშვები არიან სტუდიაში, საზოგადოება ხედავს, რომ ესენი არიან მცირეწლოვანი ადამიანები და ჯერჯერობით ყველაფერი ეპატიებად. ესენი კი არა, დიდები იქცევიან ხულიგნურად. ბავშვები უბრალოდ ერთობიან და მე მგონი ეს ნორმალურია. ზარია, კიდევ ერთი ზარი გვაქვს პირდაპირ ეთერში, მოდით მივიღოთ ზარი. ანუ ჩვენ ისე გამოგვევიდა, რომ ეხლა უკვე ინტენსიურად ზარებზე გადავედით და მოусმინოთ ჩვენს მენელს და მაყურებას. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობათ, ხალხო, მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენს სტუმრებს და მოგესალმებით ლეონ ობიექტის პირველ რიგში. უყურებდი ახლა თქვენს გადაცემას, შვიდად, მაგრამ მინდა პირველ რიგში გამოვიხმაურო წინა მსმენელს. კი, მაგრამ არა თავისი პოლიტიკური შეხედულება ჩამოაყალიბა კონკრეტულად კახა კუკავას მიმართ, მაგრამ ესეთი რაღაცა მინდა ვთხოვო რა, რომ მე usmenდი ახლა ტელევიზორს და მე დავიზარდე გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვების ხედავ, კახაშვილების ხედავ, პატარა ბავშვები და არ იყო ხმამდე საჭირო მან კახა რა გააკეთა სწორად და რა ვერ გააკეთა სწორად. უბრალოდ შეუძლია მას ეს პირადად კახას უთხრას რა და ბავშვებთან მერწმუნეთ, რომ მაგ შვილებთან საუბარი იმაზე, რომ მამამ შეცდომა დაუშვა, ძალიან კინოური თემაა. ამით მინდა დავასრულო. არა, ეს მხოლოდ მისი მოსაზრება იყო და არ ნიშნავს, რომ მართლა შეცდომა დაუშვა. ნამდვილად ვინა დავადასტრო ასევე ჩემი პატივისცემა სოსო მანჯავიძის მიმართ მე ვიტყოდი რომ ორი ღირსეული კანდიდატია თუ შეიძლება მეორე ღირსეულია მაგრამ ეს ორი ჩემთვის გამოკვეთილი მაგრამ ამ შემთხვევაში თუ თქვენ არ გეწნებოდა ობიექტის ადეცნება ჩემი ხარდაჭერა კახა კუკავის მიმართ ასე ვთქვათ გადადის უფრო და რა ვიცი მადლობა მოვიწვიეთ ეს ოჯახი მადლობა რომ გაგვაცანით და მადლობა წარმატებებს გისურვებთ ზოგადად ძალიან დიდი მადლობა ცოტა ჩქარჩქარაკი საუბრობდით მაგრამ ჩვენ მაინც მე მგონი გავიგონეთ კეთილგანწყობა ზოგადად გასაგები იყო ქალბატონო თეა ეს ხდება სახლში? ეხლა რასაც მე აქ ვყურებ. კი, მოусვენრები არიან სახლში. ხო? გითხარით რამე? ნინოსგან მაინტერესებს ძალიან. აი, სახლში ყოფნა უფრო გიყვარს თუ როდესაც მამასთან ერთად სეირნობ, ან ოჯახთან ერთად. მამასთან ერთად უფრო სწორად სახლში გირჩევნია თუ გარეთ? ეხა ისეთი შეკითხვა გამომივიდა დედა უფრო გიყვარს თუ მამა, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესოა. სახლში იმდენად არ ვიყავთ, მაგრამ ახლა მინდა სახლი მარტო მქონდეს და მარტო ვიცხოვრო. მარტო გინდა? რა საინტერესო განცხადება. ბატონო კახა, უკავა. თქვენს ქალიშვილს უნდა რომ თქვენი ოჯახი მარტო გადავიდეს საცხოვრებლად. აი, ნინიკო მომწუთას ესეთი სენსაციური განცხადება გააკეთა ჩვენს პირდაპირ ეთერში. ოღონდაც ბატონი ნიკოლოზი ასევე სენსაციურად აგრძელებს სტუდიის დანგრევა. ბატონო, მამზადებ კიდევ ბაბუამ თქვა მიწა სჭირდებოდა 1 კილოგრამით, 1 პარკი ავავსეთ. ძალიან საინტერესოა. მოდით კიდევ ერთ ზარს მოусმინოთ და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი, რაღაცა ძალიან საინტერესო ტალღაზეა ნინიკო. მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობა, გენოცხა. გამარჯობა. მივესალმები კახა კუკავას მეუღლეს და მის ბავშვებს. ბატონო. მივესალმები კახა კუკავას მეუღლეს და მის ბავშვებს. დიახ. აი, ნიკოლოზიც მოგესალმოთ. დღესდღეობით მაღალ კვალიფიციური პროფესიონალი კადრების ღრმა დეფიციტია. ეს გეთანხმები. აშკარა. სამწუხაროდ კი. და ამ ფონზე კახა კუკავას პარლამენტის გარეშე დარჩენა დიდი
განადის იქნებოდა მთელი ქართული პოლიტიკისათვის. მე არ მეგულება ასეთი ახალგაზრდა კაცი და ასეთ მოაზროვნე. ძალიან სხარტი, ძალიან დიდი პოლიტიკური პიროვნება. მე ვიზიარებ აგრეთვე მის იდეოლოგიას. ძალიან პერსპექტიული ადამიანია და მთლიანად ხარს უჭერს მის პიროვნებას. ღმერთმა დალოცოს მისი მშრები ასეთი შვილის აღზრდისათვის. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ აი სულ ესეთი თბილი ზარები გვაქვს, ჯერ არც ერთი უარყოფითი ზარი არ შემოსულა. არა და რა ვიცი. ჩვენთან ხო იცით არაფრის ერიდებათ ხოლმე და თუ რამის თქმა უნდა გინდა ოჯახი იყოს, გინდა მაინც იტყვია. მე ძალიან გთხოვთ კადრში აჩვენოთ ხოლმე რა ხდება სტუდიაში. მინდა რომ საზოგადოება მეს ნახოს, რადგან ხმა ისმის ბრახაბროხეს, მაგრამ აი ბატონი ნიკოლოზი დაასეირნობს იქეთ აქეთ. ძალიან თავისუფლად, ძალიან თამამად. ოღონდ ლაპარაკი არ უყვარს. გითხარით რამე? ისე როგორ უნდა გაკიშოთ სტუდიიდან, რომ ერთი სიტყვა არ გეთხრა. ნიკა, მოდი ჩემთან. ნიკა. გითხარით რა, მართალია მიკროფონი ააცალეს ბატონ ნიკოლოს, მაგრამ უმიკროფონოთ გითხარით. ნიკა, მოდი ჩემთან. ნიკა. ნიკო. აი დედამ მოყვა ძალიან ლამაზად და კარგად, ისე რომ აი ყველას მოგვინდა რომ ესეთი ოჯახები გქონდეს. რა კარგია ერთად ცხოვრება. მარტო რატომ მოგინდა უცებ გადასვლა? ასე მიყვარს მარტო რა ვარ ხოლმე. მარტოობა გიყვარს? ნიკოლოს ძალიან გთხოვდი. ნიკოლოს გამომხედეთ? ნიკა. ამას ნუაჩხაკუნებთ. ისე დაიკავეთ ხელში, მაგრამ ნუაჩხაკუნებთ, თორე ჩვენ ვეღარ ვსაუბრობთ. კარგი? 4 წუთიღა დარჩა ჩვენი ტანჯვის დასრულებამდე. ვანიშნებენ ბატონი ნიკოლოს კუკავას ტანჯვა დასრულდება ახლა პირდაპირ ეთერთან ერთად. ნიკოს მე მგონი არც ისე სერიოზული мотиваცია აქვს, უბრალოდ უნდა რომ რაღაცა მარტო იყოს თავის ოჯახთან ერთად და ეს ძალიან ნორმალური სურვილია 21 საუკუნეში. არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. ძალიან კარგია, ხო? ყოველთვის კარგია ხოლმე მარტო ოჯახთან ერთად და მე სტუმრად ივლით ბებიასთან და ბაბუასთან, ხო? ესე გინდა. ძალიან კარგია. რა ვიცი, რა შეიძლება, რაზე შეიძლება კიდევ ვისაუბროთ? მოკლედ ამოგვაგდო მთლიანად აქ ზოგიერთმა ხულიგანმა რეჟიმიდან, მაგრამ არა უშავს. ხოდი. გაბატონოთია. მოდი ჩვენ განვაგრძოთ საუბარი, რადგან 3 წუთი კიდევ ვიქნებით პირდაპირ ეთერში. და რა ვიცი აი ნახევარი ჩვენი თანამშრომლები შემოვიდნენ და აწყნარებენ ნიკოლოს. თქვენ ახლა ვერ ხედავთ უბრალოდ რა ხდება სტუდიაში და რატო გვეცინება ჩვენ. მაგრამ არა უშავს, მე მგონი ეს არის საინტერესო. აჩვენეთ კადრში ნიკოლოზი, ძალიან გთხოვთ. აჩვენეთ როგორ ზის. გაბატონოთია. მე მინდა შეგეკითხოთ, აი ბოლო შეკითხვა იქნება ეს და ამის ერგვლე ვისაუბროთ, რადგან ხო ძალიან ვიხალისეთ, ვიცინეთ, მაგრამ რეალობა არის რეალობა, რომ პოლიტიკოსი კახა კუკავა დღეს ძალიან სერიოზულ საქმეს არის შეჭიდებული. ის კენჭს იყრის ნაძალადების რაიონში, მაჟორიტარობის კანდიდატია და თუ კი კახა კუკავამ გაიმარჯვა, იგი გახდება დეპუტატი. თქვენთვის ეს არ არის უცხოხილი, რადგან უკვე იყავით დეპუტატის მეუღლე, კანონმდებლის მეუღლე და დაუშვათ გასაკვირი არაფერი იქნება თქვენთვის, მაგრამ რა შეიცვლება თქვენი ოჯახის ცხოვრებაში ამ შემთხვევაში? რა შეიცვლება, რა გითხრათ, უფრო მეტად იქნება კახა დაკავებული ალბათ. და თავგადადებული ხალხისთვის, მაგრამ გამიხარდება თუ შეძლებს კახა, აი მოთხოვნას ხედავ ნამდვილად, იმიტომ ყველგან ხედავ რომ ითხოვენ კახას თავს, რომ ბევრი მადლიერების გრძნობა აქვს, რაც კახამ გაუკეთა. და ამიტომ გამიხარდება თუ შეძლებს აი მცირეოდენი წვლილით შეიტანოს ამით ხალხის ცხოვრებაში, ესე რომ ვთქვათ. ანუ თქვენი პოზიცია არ არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ხშირად სახლში და უფრო მეტად დაიკარგა, პირიქით თქვენ თან აიღო ეს პასუხისმგებლობა,
ამიტომ ჩვენც ვუწყობთ ყველანაირად ხელს, რომ თავისი საქმე აკეთოს. ჩვენ არა ვართ უკვე მთავარი მისთვის, ვიცით რომ რამდენად ჩართულია და რამდენად მთავარია მისთვის საქმიანობა ეს საქმე. ძალიან დიდი მადლობა. ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ბატონი კახა კუკავას ოჯახი წევრები იყვნენ ჩვენთან ერთად. ამ წუთას ნიკოლოზი მიუახლოვდა იმ კამერას, რომელიც მე მიყურებს და გული მისკდება არ გადააყირაოს, ამიტომ მოდით უცებ დავამთავრებ გადაცემას. ქალბატონი თეა ოქროპირიძე, ბატონი კახა კუკავას მეუღლე, ნინი კუკავა და ნიკოლოზ კუკავა, რომელმაც დაანგრია მთელი ჩვენი სტუდია, იყვნენ ჩვენი სტუმრები. ძალიან დიდი მადლობა, რომ ბრძანდებოდით ჩვენთან ერთად. მე გახლავართ ჟურნალისტი მაკარაზმაძე და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით გმადლობთ.